მინდა ერთი ცოტა ლაშა ბუღაძის სკრინი ჩემს მიმართ გაჟღერებული, ესე ვთქვათ, წაგიკითხოთ და მე ერთი ორი სიტყვით ესე წლების წინ დათო ტურაშვილმა ტრადიცია დაამკვიდრა, სადაც უწყვეტად და საჯაროდ კითხულობდნენ ვეფხვისტყაოსანს. ხალხი ერთმანეთს ცვლიდა და ვისაც რა ფრაგმენტი მოუწევდა, იმას კითხულობდა. კითხულობდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების და ამის სურვილი მაშინ ჯერ კიდევ უსახო, მაგრამ ნიღბით პოპულარულმა უცნობმა, ესე ვთქვათ, გამოთქვა. ამჟამად ივანიშვილის პროპაგანდისტმა დააყოლა, ხო? კარგად ვერ გაიგო, მაინც რა უნდა ექნა და ინიციატორს ჩაეკითხა, როგორ მოვიქცეო. დათომ აუხსნა, რომ რა ადგილიც შეხვდებოდა ვეფხვისტყაოსნიდან, სწორად ის უნდა წაეკითხა. ორიოდე სტროფის მეტი არა. უცნობი შეწუხდა. რამე ისეთი ოხრობა, მოკლედ არ წამაკითხოთო და არ შემხვდესო რა. ესე ვითომ, ესე ვთქვათ, რა ქვია, მაკრიტიკებს კი არა, რა დავარქვა ამას რა, თავისი გასიებული თავით, ესე ვთქვათ, დამცინის ამ სიტუაციაში. ანუ ვეფხვისტყაოსანი გადმოაგდო ეხლა საკენკად და ფიქრობს, რომ რაღაცნაირად ამეთი დამაკნინოს რა და პირდაპირ მინდა აქედან შეუთვალო იმას, რა ქვია, პატივცემულ ბუღაძეს რა, რომ როცა გინდა, სადაც გინდა, ჩემო კარგო და რამდენი ხანიც გინდა, თუ გინდა ნიზლავს დაგიდებ ამაში, აი ერთ-ერთზე დავждეთ და ვინ უფრო მეტი სტრიქონი ექნება და კუპლეტი ვეფხვისტყაოსნიდან ვინ წაიკითხავს უფრო მეტს, ის იყოს გამარჯვებული თუ გინდა. პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს სიტუაცია ხობეგამ აქვს განსაკუთრებული, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული კუპლეტები ვეფხვისტყაოსანში, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ეხლა როგორც შენც ხსნი, ვითომ რომ ეს რაღაცა თითქოს უხერხული სიტუაციიდან მე გამოძრომა მინდოდა და არ ვიცოდი ვეფხვისტყაოსანი და ამიტომ შენ გააკეთე ის, გააჟღერე ის, რომ დავიშტო. კი ბატონო, როცა გინდა, რანაირადაც გინდა რა. როგორ გითხრა რა, ვის ჩვენის ლომსა ხმარება შუბისა ფარში მშერისა, მეფისა მზისთა მარისა, ღაწუ ბადახს თბაგი შერისა, მას არავიცი შევკადრო შესხმა ხოტბისა შერისა, მისთა მჭრეთელთა ხანდისა, მირთმა ხამს მართმი შერისა, თამარს ვაქებდე მეფესა სისხლისა ცესხლთან თხეული, თქვენი ქებანი ვისნიმი არავად გამორჩეული, გმელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მენარხეული, ვინცა ისმინოს დაესვას ლახვარი გულსახეული. ეს მოკლედ და ლაშა ისე რომ იცოდე, თუ ყვავი ვარცა იპოვის, თავი ბულბული გონია, ხო იცი? ესე არ დაგემართოს შენ რა. და ის კიდე შენ გირჩევნია ეს მამაშენის ამბავი განავრცო რა და ის კონკრეტული პერფორმანსები აკეთო, რაც აკადემიაში მამიკომ გასწავლა. მე მგონი იმას უფრო შეგიძლია რომ ჭკუა დაარიგო და ვეფხვისტყაოსანზე ელაპარაკო ვიდრე მე.